გამარჯობა. ეს არის აზროვნების სახელოსნო, მე ვარ გიორგი ბარამიძე. დღევანდელი საუბრის თემა იქნება სარკე და აზრი, ან და აზრი და სარკე, ან და აზრის სარკეში. თავიდანვე მინდა გთხოვოთ, რომ თუ მოგწონთ ეს არხი YouTube-ზე, გამოიწერეთ ის და გახდით მიმდევარი ამ არხის. ახლა რაც ეხება აზრი და სარკე, აი ასეთ შეწყვილებას, ამ ორი სიტყვის და ორი გაგების, რა თქმა უნდა, შეიძლება თავიდან მოგვეჩვენოს, რომ მომეჩვენოს მე მაგალითად, რომ ეს ცოტა უცნაური შეწყვილებაა, იმდენად რამდენადაც რა საერთო შეიძლება გქონდეს აზრს სარკესთან, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა გითხრათ, რომ აზრი თვითონ არის სარკე. იმდენად რამდენადაც ის აირეკლავს თავის თავს და ასევე აირეკლავს სხვა აზრებს და აირეკლავს მთლიანად მთელ სამყაროს. მე რა თქმა უნდა საუბარი მაქვს ჩემს შინაგან სამყაროზე და მე ეხლა ვიგულისხმე, რომ ჩემს შინაგან სამყაროს აირეკლავს. აზრი ასეთი გავრცელებული გამოთქმა არსებობს, რომ აზრი არის სუპერძალა და ჩვენ შეგვიძლია ასევე ვთქვათ, რომ აზრი არის სუპერ სარკე, რომელშიც ასახულია და გამოხატულია და გამოფენილია ყველაფერი ის, რაც ოდესმე ჩვენ თავში გაგვივლია ან გულში ასე ვთქვათ გვიფიქრია, ხო? გვიფიქრია. გარდა ამისა, მე აი ჩემი შინაგანი ხმა მეუბნება, შინაგანი დამკვირვებელი თვითმხილველი, მე ამ სიტყვებს ხშირად ვახსენებ, იმიტომ რომ ამით ხაზს უსვამ, რომ მე ჩემი ინტერესის საგანი არის ამჯერად მხოლოდ შინაგანი ჩემი სამყარო, რომელიც ჩემი ფიქრით უნდა იყოს, აი მე ასე მგონია, რომ უნდა იყოს რაღაცნაირად ასე ვთქვათ დაკავშირებული ჩვენს შინაგან სამყაროებთან, ხო? და აქედან გამომდინარე, მე უფრო მიმტკიცდება ჩემი წმენა, დაჯერებულობა იმაში, რომ აზრი არის სარკე და შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ მნიშვნელობითაც ასე არის, ვინაიდან ძველი კი არა და გავრცელებული და რაღაცა გარკვეულ წრეებში გავრცელებული აზრის მიხედვით, რომელიც მე ადრე გამიგონია, და მე დაარქივდა ეს ჩემს მიერ მოსმენილი თუ წაკითხული სადღაც ეს აზრები დაარქივებულია და ეხლა ეს არქივიდან გამოდის, გამომაქვს, მე არ გამომაქვს ჩემს ასე ვთქვათ შინაგან ხმას ამოაქვს სადღაციდან არქივიდან, ხო? და ჩემი შინაგანი დამკვირვებელი ამას ყველაფერს აგვირდება, თვითმხილველი ხედავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ხედვაც, რა თქმა უნდა, დაკავშირებული არის სარკესთან და როგორ უნდა გავიგოთ, რომ სარკესთან არის დაკავშირებული. იმდენად რამდენად თვალი თვითონ არის სარკე, ხო? ის აირეკლავს, ასე ვთქვათ, აირეკლავს სინათლეს, ხო?
ბადურაზე, შემდეგ ბადურა გადასცემს, თვალის ბადურა გადასცემს twins, აი ასე გამიგია მე, ასე გამიგია. მაგრამ გამიგია სხვა თვალსაჩინო რომელიც მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ რომ მე არ ვასახელებ ავტორებს ამ აზრებისას, თუ არა ამ აზრებს ყველას მე რაც გამიგონია თუ წამიკითხავს ამას ყველას თავისი ავტორი ყავს, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს უფრო სხვა საუბრის თემა, ალბათ უფრო სალექციო, ალბათ უფრო ჩაღრმავებული, ასე ვთქვათ, რასაც მე ახლა არ ვაპირებ, ხო? და ადამიანის აი ასეთი აზრიც არსებობს, ხო, რომ ადამიანის შინაგანი ორგანოები ყველა აირეკლავს ერთმანეთს, ერთმანეთის მიმართ ყველა მათგანი არის სარგე, ხო? მე შემიძლია დავასახელო ახლა უბრალოდ არც ავტორს დავასახელებ და არც ახლა რასაც ვიტყვი ამას არ განმარტავ, ასე ვთქვათ, მაგრამ აი ეს ტერმინი ასე ჟღერს სარკისებრი ნეირონები, ხო, სარკისებრი ნეირონები, რომლებიც თურმე განაპირობებენ იმას, რომ ჩვენ რა პროცესაც ვაკვირდებით სხვაში, ეს პროცესი მეორდება პარალელურად, მეორდება ამ ასე ვთქვათ სარკისებრი ნეირონების საშუალებით, ხო? ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას ჩემი აზრით, თუ ჩემი თვითმხილველის აზრით, ასე ვთქვათ, მოწმობს იმას, რომ ეს კავშირი სარკესა და აზრს შორის, რა თქმა უნდა, არის და არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? გარდა ამისა, ასევე მომაწოდა მე ჩემმა შინაგანმა ხმამ და შინაგანმა დამკვირვებელმა მომაწოდა აზრი მის შესახებ, რომ თურმე ბავშვობაში, ანუ თურმე ჩვენ გავდივართ რაღაცა ეტაპს ჩვენს ბავშვობაში, ყველას გვაქვს ეს ეტაპი გავლილი, სტადია, ასე ვთქვათ, სტადია, ანუ ჩვენს განვითარებაში, ხო? ეს და სტადიას ქვია სარკის სტადია და ის გულისხმობს იმას, რომ ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ ვიწყებთ ხოხვას იატაკზე, ხო? ანუ თავი აწეული გვაქვს ხელებს ვეყნობით, ასე ვთქვათ, და ტანის და ფეხების მოძრაობით, ასევე ხელებისაც გადავაადგილდებით. შუათ ისე როგორც აი შეიძლება ჩვენ როგორ ვაკეთებდით ამას ჩვენს ბავშვობაში არ გვახსოვს, მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები როგორ აკეთებენ ამას, ეს საკუთარი თვალით გვიხილავს, ხო? თუ როცა ამას შინაგანი თვითმხილველიც ადასტურებს, ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ამას ანგარიში უნდა გაუწიო, ანუ ყურად უნდა ვიღო აი ეს მოვლენა, ხო? მაგრამ აქ თავარი რა არის? თავარი ის არის, რომ ამ დროს თურმე ბავშვი ჩერდება ყველა გლუვ საგანთან, ან შეიძლება სარკესთან, რომელსაც ის მიწვდება იმ დონეზე, შეიძლება იყოს სარკე, რომ ის მიწვდეს, ანუ მიწვდეს როგორ? ანუ ის დაეყნობა ხელებს, ასებს თავს და ჩაიხედავს ამ სარკეში, ნამდვილ სარკეში თუ სარკის ფუნქციას რო ასრულებენ იმ ნივთებში, ხო? იმ ზედაპირებში, ასე ვთქვათ, და ის იქ ხედავს თავის თავს, ხო? მაგრამ საქმე ის არის, რომ და როგორც ჩვენ ვარწმუნებენ, ესე იგი საქმე ის არის, რომ ამ დროს ბავშვი ყალიბდება ერთ-ერთი პირველი თუ სულ პირველი არა კონფლიქტი, ანუ წინააღმდეგობა, რომელიც აქ იჩენს თავს. ანუ იჩენს თავს სხეულსა და პირის სახეს შორის. ჩვენ გვეუბნებიან, რომ
თურმე ჩვენ ამ ეტაპზე, ამ სტადიაზე ჩვენი სახე მოვწონს და ვერ ვიტანთ ჩვენს სხეულს, იმიტომ რომ სახე კარგია, კარგი შესახედავია, წყობრია, ლამაზია, ასე ვთქვათ, ხო, ლამაზი ფორმა აქვს და ის იზიდავს ბავშვის თვალს და თვალს მოდი ამ შემთხვევაში ამ თვალით დაგვიყვები არ ვიტყვი twins და სხვა ორგანოებს არ ვახსენებ რა თქმა უნდა იზიდავს და მის მიმართ გარკვეული ურთიერთობა უყალიბდება მას და იმავდროულად ის ვერ იტანს როგორც გითხარით ტანს რომელიც მას არ ემორჩილება და ძალიან ასე ვთქვათ ულამაზოდ მისტრევს ამ მშვენიერ სახეს უკან ასე ვთქვათ რა თუ შეიძლება ეხლა ეს სიტყვა მეხლა არ ვიცი იმიტომ რომ ბავშვს ეხება ეს ყველაფერი და ბავშვი მთლიანად არის ლამაზი და ულამაზესი ხო მაგრამ აქ ამაზე არ არის საუბარი არის მხოლოდ დაკვირვებაზე როგორც ამბობენ ეს მეცნიერული დაკვირვება მე თუმცა მე არ ვიცი რა არის მეცნიერული დაკვირვება და ახლა ამჟამად ის არც მაინტერესებს მე მაინტერესებს ამბავი ამბათუთქმული ეს არის ამბათუთქმული ეს შეიძლება თითოეულმა თქვენგანმა რომელმაც ამდენხანს არ იცოდა ეს დაუშვათ ამბად უთხრას მოუყვეს ვინმეს ხო ეს შეიძლება დაუშვათ სამზარეულოშიც იქნეს გაზიარებული შეიძლება აუდიტორიაში შეიძლება ქუჩაში და ასე შემდეგ ეს ამბავია რომელსაც ყვებიან ხო მაგრამ ეს ამბავი ესე იგი თლათ უწყინარი ამბავი არ უნდა იყოს მე რაღაც ასეთ აზრს არ ნახობენ მეთქი ვერ ვიტყვი მაგრამ ხარს უჭერენ ჩემი შინაგანი ხმა და ჩემი თვითმხილველი და ჩემი შინაგანი დამკვირვებელი რომ მე ასეთი რამე ვთქვა ესე იგი კონფლიქტთან გვაქვს საქმე ეს კონფლიქტი არის ჩვენ სახესა და ჩვენ სხეულს შორის ხო სხეულს შორის ამის შესახებ ორი რამ გამიგია მე ასე ვთქვათ ორი თვალსაზრისი ამ კონფლიქტის შესახებ ერთი ის რომ ეს კონფლიქტი რაღაც გარკვეულ ასაკამდე მიხვება ბავშვს და ძალიან ადრეულ ასაკში ის უკვე გვარდება ის ანუ მოგვარება ხდება მისი და ამას აღარ აქვს უკვე კონფლიქტის სახე ხო ბავშვში და ის განაგრძობს დას მაგრამ იმავდროულად მე მახსენდება და მახსენებენ აი ეგერ ახლაც მახსენებენ შინაგანი ხმა მახსენებს რომ არის მეორე თვალსაზრისი ასევე ამბად შეგვიძლია ესეც მოვუყვეთ და ეს თვალსაზრისი მდგომარეობს იმაში რომ ეს კონფლიქტი ადამიანის მთელი ცხოვრების ან მთელი სიცოცხლის მანძილზე უკანასკნელ წამებამდე ვიდრე მას სული უდგას სულის ამოსვლამდე მას სდევს ეს კონფლიქტი არის არ მისი გადაწყვეტა არ ხდება შეუძლებელია მისი გადაწყვეტა ის იმდენად შესისხოცებულია ამ თითოეულ ადამიანში მოდი ასე ვიტყვი თუმცა არ მიყვარს ასე განზოგადებული მოდი ვიტყვი ჩემში ხო რომ ეს კონფლიქტი გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე და ეს რა თქმა უნდა აქ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი რამ ჩანს კიდევ ამასთან ერთად ჩანს ის რომ თუ ვინმე პირდება ეხლა მე შინაგანი ხმები ჩემში არის უამრავი გამოსახულება უამრავი ხატი და ასე შემდეგ რომლებიც პირდება ზოგიერთი მათგანი თუ უამრავი მათგანი იმიტომ რომ
ამათი რიცხვი უთვალავია, ვერ დაითვლი იმდენია, ხო? მე მპირდებიან, რომ ამის გადაჭრა შეიძლება ის ვიდეოს გარკვეული სეანსების გარკვეული, ასე ვთქვათ, პროცედურების შემდეგ ეს რა თქმა უნდა იგულისხმება ისეთი პროცედურები, რომელსაც ასეთ ადამიანს, ანუ ჩემს ცნობიერებასთან აქვს საქმე. თუ რაღაცა, რა ვიცი ახლა ცნობიერება მეთქი ვამბობ და სულ მინდა ვთქვა, რომ მოდი ჩავწეროთ ეს ისე გლოვან ჭხილებში, ხო? აქვე ვიტყოდი მაგალითად ისეთ სიტყვას, როგორც არის სამჩვინველი, მაგრამ ეს სიტყვა არ ვიცი ახლა ჯერთი მე არ მაქვს კარგად გააზრებული თუ რა შეიძლება იყოს სამჩვინველი და ამიტომაც ვერ იდები სიტყვის გამოყენებას, ამ ტერმინის გამოყენებას. თუმცა ის რაღაცა ის სულთან არის კავშირში მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ აი მისი ახლოს არის სადღაც ჩემში, ხო? და მეუბნებიან, რომ მისი გადაჭრა შეიძლება და ის შინაგანი დაძაბულობა, შინაგანი კონფლიქტები და უშუალოდ სხვა კონფლიქტები, შფოთვები, ნევროზები და ასე შემდეგ, რაც ჩვენ მე მაწუხებს, ხო? და მოსვენებას მიკარგავს, აი ეს კონფლიქტია, ანუ სხეულსა და სახეს შორის ეს კონფლიქტია, ამის თავი და თავი, ამის მოგვარება შეიძლება და ამის მოდი ვთქვათ ასე განკურნება შეიძლება, ხო? და ეს გავიგე, შევით ამოვისუნთქე, ხო? რომ ეს თურმე, მაგრამ მე როგორც კი ის ამბავი გავიგე, რომ აი სხვები ასევე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი აზრი, მნიშვნელოვანი თვალსაზრისი ამის შესახებ ამბობს, რომ არა, ეს გადაუჭრელია ის. ამას ვერ გადაჭრის ვერავინ. და ამიტომ განკურნებაზე საუბარი აქ არის გადაჭარბებული კი არა, არასწორი ალბათ. მე ასე მეგონები ამ ყოველ შემთხვევაში. და უილი ქადილია ეს, რომ ვინმე ამას მოაგვარებს, ხო? მაგრამ თუ კი ის არის გადაუჭრელი და სიცოცხლის ბოლომდე ჩვენშია ეს კონფლიქტი, ხო? ეს სქიზმა, ანუ განხეთქილება, შიზოფრენია ხომ ერთ-ერთი ისა დაავადება ხო აქედან შეიძლება მომდია ყოველ შემთხვევაში სქიზმიდან, ანუ განხეთქიდან მომდინარეობს, ხო? ეს და ახლა ეს ვახსენ ეს ტერმინი საჭიროებული ვარ რომ აი ძალიან არ მინდა რომ გამოვიყენო ახლა ჯერჯერობით ეს ტერმინები, მაგრამ რომ დავფიქრდეთ ახლა ჩვენთვის ეს ძალიან ცნობილი ტერმინი, მე მგონია ყველასთვის, ყოველ შემთხვევაში მე ვისი სახელითაც შემიძლია ვილაპარაკო, ეს არის ჩემი შეარწმუნებული ეს პოპულაცია. მე ამათი სახელით შემიძლია ასე ვთქვათ ვილაპარაკო, მე შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ რამდენად მაქვს ამის უფლება და რამდენად მომცემენ ესენი ამის უფლებას, ეს კიდევ სხვა ამბავია. მაგრამ ახლა ასეთი ტერმინებით ავსილია, სავსეა ჩემი ცნობიერება, ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ მე მიწევს დაუშვათ კლინიკაში სიარული, დაუშვათ იქ თვალის ოფთალმოლოგი და ასე შემდეგ და ანუ ეს სიტყვები ყველა ბერძნულია, ხო? და ჩვენ ბერძნული სიტყვების გარემოში გვიწევს ცხოვრება. და ბერძნული, ლათინური ამდენად ეს არის, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ შესისხორცებული. ახლა სხვა ამბავია მერე, რომ ბევრი ამას საგანგებოდ სწავლობს და ეუფლება. ეს კიდე სხვა ამბავია, ხო? მაგრამ აი შიზოფრენია როგორც ერთ-ერთი დაავადება, ხო? აი შეიძლება მისი ერთ-ერთი წყარო იყოს ეს კონფლიქტი, სწორედ. მაგრამ არ ხდება მისი განკურნება, მე შიზოფრენიაზე არ ვიტყვი ახლა მისი განკურნება არ ხდება თუ ხდება, მე ვამბობ აი ისე ვახსენებ ამ კონფლიქტს, ხო?
არ ხდება მისი, მაგრამ შეიძლება მისი შემსუბუქება, რომ აი ეს ტკივილები, ეს გაუსაძლისი მე პირველ ყოვლისა რა თქმა უნდა სულიერ შინაგან ტკივილებზე მაქვს საუბარი და არა ფიზიკურ ტკივილებზე, იმდენად რამდენადაც მე შინაგან სამყაროზე ვლაპარაკობ და მე შეიძლება ჩემში ცოცხალი აზრი იყოს ფიზიკური ტკივილის შესახებ და ეს აზრი ისე მტკიოდეს, ისე განიცდიდე მას, თითქოს და ფიზიკური ტკივილი მოეყენებიოს ვინმე ჩემთვის, გაუსაძლისი ტკივილი, ხო? და მე მპირდება ის მეორე თვალსაჩინო, რომ აი ნახეთ, ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ამის შემსუბუქება და შემსუბუქებაც ნუ ჩვენ ამაზე უარს ვერ ვიტყვით, რა თქმა უნდა, იმდენად რამდენადაც ტკივილის შემსუბუქება ეს მნიშვნელოვანი რამ არის, ხო? მნიშვნელოვანი რამ არის. ერთი სიტყვით, აი აქ ეს ამბები მე იმიტომ მოვიხსენიე, რომ ეს ყველაფერი სარკესთან არის დაკავშირებული და აზრთან და სარკე არის ის, რაში ჩვენ ვიხედებით, ხო? ყველა ოჯახში ალბათ არის სარკე, განსაკუთრებით აი როცა გადის ადამიანის სახლიდან, ნუ ქალბატონები უმეტესილად, რა თქმა უნდა, მაგრამ მამაკაცებიც ჩვენ ვიხედებით სარკეში, ვიყურებით სარკეში, ხო? სარკეში ვიყურებით და სარკიდან ჩვენ ვიყურებთ ჩვენი საკუთარი, ანუ როგორები ვართ ჩვენ, სარკით ვიცით როგორები ვართ, თორე ისე არ გვეცოდინებოდა. ანუ მაინცსა და მაინც იმ სარკით არა ეხლა დაუშვათ ჩვენ სახლებში რო გვიდგას, არამედ სარკი არის დაუშვათ წყლის ზედაპირისა, რომელიც აირეკლავს ჩვენს გამოსახულებას და იქ შეგვიძლია ჩვენ დავინახოთ ვინა ვართ ჩვენ, თორემ მანამდე ჩვენ არაფერი არ ვიცით საკუთარი თავის შესახებ. ადამიანი ისე ატარებს მთელ ცხოვრებას, რომ ასე ვთქვათ სახლი იქით იყოს და თავს ზურგს, ანუ ზურგს ვერაზრუნს ვერ იხილავს ის, თუ მან სარკეში არ ჩაიხედა, ან ორი სარკის კომბინაციაში არ ჩაიხედა, ხო? ამდენად მნიშვნელოვანია სარკე და როცა ეხლა მინდა მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ისეთი ვთქვა, რომელმაც შეიძლება ჩვენი ინტერესი გამოიწვიოს, როცა ამ საკითხებზე ვფიქრობდი და დიდი ხანია ვფიქრობ ასეთ რამებზე, ესე იგი მე ნახე, წავაწყდი, რომ ძველ ქართულად სარკეს ქვია მიჭვრიდანა. აი ეს ძალიან ძალზე ან რაღაცა სიღრმისეული სიტყვა არის. იმდენად რამდენადაც ნახეთ რას გვეუბნება ეს სიტყვა. ეს სიტყვა იმას კი არ გვეუბნება, რომ ჩვენ ვიჭვიტებით სარკეში და ვიჭვრიტებით სარკეში. არა, სარკიდან ვიჭვრეტს ვიღაცა, სარკის არსება. და ის სარკის არსება არსებობს. ის ნუ რა ის მეგონება, რომ არ არსებობს. სარკის არსება, რომელსაც ჩვენ აი ეხლა ეს სიტყვა გვეუბნება, იმიტომ რომ სიტყვა თვითონაა სარკე. ხო? და მაშინ აირეკლა ეს ამბავი, ეს მოვლენა, რომელიც ჩვენ გვაყენებს სრულიად სხვა გზაზე სარკესთან მიმართებით და სარკის გააზრების და მისი მნიშვნელობის გააზრების თვალსაჩინო, ხო? სარკიდან ვიჭვრიტანა, გვიჭვრეტს ჩვენ ვიღაც გვიჭვრეტს სარკიდან და შეიძლება ეს იყოს არა ერთი, არამედ რამდენიმე და უთვალავი ვინმე გვიჭვრეტს ჩვენ სარკიდან. სარკე აი ის, ვინ ჩვენ სარკიდან გვიჭვრეტს, კითხულობს ჩვენს აზრებს, რომელიც ჩვენ სახეზე გვაწერია. აი ეხლა ეს საუბრები, რომ აი უფრო ჩაღრმავებულად ეს საუბრები ჩვენ წინ გველოდება, თუ კი ეს რა თქმა უნდა იქნება საინტერესო აუდიტორიისთვის. და მე მინდა ერთი შტრიხი დავამატო ნათქვამს, კერძოდ ის, რომ სარკე შეიძლება აი ვიღაცა მეუბნება მე შინაგანი ჩემი ხმა,
ხო, რომ სარკე შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი, რა თქმა უნდა, შილებში ჩავსვათ, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, მოდი ასე ვიტყვი, მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენ ოჯახში სახლში მოგვეპოვება, ხო? მოგვეპოვება და რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რაც უკვე აღნიშნეს, სარკე ჩვენ გვაძლევს იმის შეგრძნების და განცდის საშუალებას, რომ ჩვენ ვართ მთლიანობა, ერთი მთლიანი, კი, სხეული, სული, ორგანოები, მაგრამ ეს ყველაფერი არის ერთიანობაში, ერთი მთლიანი. და ეს ამ მთლიანობას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩემს მთლიანობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ მეთქობა მე და უშუალოდ სხეული, ხო? მაგრამ ახლა წმუნდები მე რომ სხეულს ახლა ასე და უშუალოდ პირდაპირ მნიშვნელობით ვერ აიღებ და ვერ შეიყვანს შინაგან სამყაროში, მაშინ შეიძლება ზოგი აი აქ ხმა მეუბნება რომ მაშინ მოდი თქვი ასე რომ ეს არის შინაგანი სხეული. კი ბატონო, ახლა ვიტყვი რომ ეს არის შინაგანი სხეული და რომელიც არის მთლიანობაში სულთან, სულს ვერ ვხედავ, აზრს ვერ ვხედავ, მაგრამ სარკეში მეც ვხედავ ამ აზრებს და ისინიც სარკის არსებები ხედავენ ჩემს აზრებს, კითხულობენ ჩემში ამას, მაგრამ მათში ეს ვიდრე ჩემს სახელზე პირის სახელზე წაიკითხავდნენ ამას, მანამ ამის შესახებ მათ იციან ამის შესახებ, ასე ვთქვათ, ხო? და რატომ არის რომ აი ეს მთლიანობას აქვს, ჩვენს თლიანობას, ჩემს თლიანობას აქვს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამიტომაც არის რომ ანუ სარკის გაბზარვა და უშუალოდ ეს ცუდი ნიშანია, ხო, იმიტომ რომ ის არ ვერს ამ მთლიანობას, მე არ მინდა რაღაცა უფრო სიღრმეებში წავიდე და რაღაცა მისტიური რაღაცებზე ვისაუბრო, ხო, მისტიური გამოცდილებაზე. არა, მე უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენ ვფრთხილდებით ჩვენს მთლიანობას და სარკე გვაძლევს ჩვენ ამ მთლიანობას, თუ არა სხვა რამ ჩვენ ამას არ გვაწვდის, არ გვაძლევს ამის საშუალებას და არც დაუშვათ ჩამონტრეული, ჩამოტეხილი სარკე არის კარგი, იმდენად, რამდენად ისიც არ გვევს ჩვენს მთლიანობას, ჩვენს როგორც აზრობრივ მთლიანობას, ისე სხეულებრივ მთლიანობას. აი ეს მინდოდა დღეისთვის მეთქვა. მადლობა.